მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ბანელორდის მეხუთე ეპიზოდი და მოკლედ დღევანდელ ეპიზოდში რა გვინდა რომ გავაკეთოთ. უცებ გეტყვით, არმია გამოვიძახე. 1341 კაცი ვართ და აქ ამ ციხესიმაგრეზე როგორც გახსოვთ ვიდეოს დასასრულში მეოთხე ნაწილის ალყა იყო და ეხლა უცებ დავესხა თავს, გავუშვათ ტრუპები. 66 კაცი მოგვიყვდა 52 დაშავდა. ხო, არმია შევკრიბეთ უცბად, ცოტა ინფლუენსი დავხარჯეთ და დღევანდელი ეპიზოდის მიზანი არის რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დავიპყროთ, ასე რა ის. ეხლა ჩემი მიზანი რა არის? არის ის რომ აი ეს რაზიჰი ავიღო. 1242 კაცი ვართ რაზმში და კიდე გვემატებიან, ნახოთ თუ შეგვიძლია კიდე ვინმეს გამოძახება. აი, აგერ ეს გამოვიძახოთ, ცოტა დავხარჯოთ. ეგ არის. ეს საერთოდ ვინ არის ახლა უცებ? ადრამსი, მოდი ვაფშე იქნება დავიჭიროთ ეს. 169 კაცი. აქ რამდენი არიან? მიდი, საერთოდ აქ აუ იქნება არ შევიდეში. რამდენიო? კაი, მოკლედ ალყა შემოვარტყით. რაზის, აი ვაშენებთ კატაპულტებს, ტარანებს და სხვადასხვა რაღაცებს. ესე იგი მე მინდა რომ ეს კედლები გაუნადგურო ბოლომდე ამ ქალაქს. ეს კატაპულტებიც მოუნგრიო იქნება რამენაირად. და ავიღო თავი და ბოლომდე თან ამას პლუს 8 დღის საჭმელი აქვს. რაც ჩვენთვის უკეთესია, რადგან ეს 8 დღის საჭმელი რო გამოელევათ, შემდგომ ეს მორალით დაეცემა და ზოგი მოუკვდება, ზოგი გაექცევათ და ასე შემდეგ. კაი, მოკლედ შემოვედით. დაუნგრიეთ კედლები. კატაპულტები ძირითადად ყველაფერი გაუნადგურეთ, საერთოდ რაც ჰქონდათ ამ არასწორებს. ოპა, აქ რამდენი არიან, აქ უნდა გავანგრიოთ ეხლა და გავიქცეთ. იმედია გამოგვივა, ერთი პატარა გეგმა მაქვს. დაახლოებით 700 კაცზე ჩამოვიდნენ რა. ეგ არის. ეხლა ესე რატო გავაკეთე? ასე უკიდიდან მივეპარები. ჩემიანები სარა გამოვიდნენ. აქედან დავხოცავ ამ არასწორებს. აი ასე. ბიჭო რა ებს ისვრიან ძმა, ნაჯახებს და რაღაცებს მესვრიან ეს ახურები. აი ასე, ცოტა მაღლა თავში. არ მაგადარჩინა. ეხლა საერთოდ მოცილე. ეგრე ჩვენი არმია შემოდის. აი მინუს. კიდევ ერთი ჯარისკაცი. ცოტა შორსაც ვისროლოთ. მე ჩვენიანები ადვილად დაბრიდავენ. აუ რამტენა, ჩემი მემექინა. ეგ არის. ცალცარასო. მოდიო. აუ შეცხენით ვიმოწმოთ. ქვერა, მე ველოდებოდი თქვენ. ნუ ეგაი რა, ავიღეთ ციხესიმაგრე ავიღეთ, შემოვედი. ჯერჯერობით შემოვედი, იმედია გასვლა არ მოგვიწევს. და დავამარცხებთ. ახლა სადმე ზევითავალ, ცოტა ხანი ამათ დავერევი, ცოტას დავკეცავ. სადმე ზევითავალ. და იქ მაგალ. და ისევ დავით რომ გვეჭველი. ზევიდან მაიმუნდები ცოტა ხანი. ეგრე მინუს თავი, მინუს კეფა. აქ შეიძლება შეასრულო. ანჯილო, ვერაუდი ვარ. გადი არ მისრული. აუ, ბიჭო, შემოუშვით. სტუმრობა არ იცით, მასპინძლობა არ იცით, თქვენი დედები ვატილები. აქ საჩეხვედი ძო. ოპა.
შენი მოვედი სტუმრი. ადა ფაქრა ვთქვი. ოპოპ ერთი წამი ბიჭებო, ერთი წამი არაფერი ცუდი არ იქნება, ძმობას გაფიცებ, არაფერი არ იქნება. სტუმარი არ იცი თქვენი დედები ვაკირები. მოდი არა. შენს გაგიყოლებ და ისე ბოლო. მოგიდები. აი ასე. იმედი არ მოგდები. ზოგჯერ ცუდია ეს ნაჯახი. აი აქ მაგაითა ცუდია. არ ჩავარდი, ხო, არ ჩავარდი, არა. აი, ოკეი, არა უშავს. აქეთ ხო დავანგრიო ჩვენ სადღაც კედელი. და აქედან ხოცოთ ახლა ბიჭო, დენიერი. მოკლედ ხო რა, სისხლი გაუჩრეთ. ამასე რა ის ამ ეპიზოდში უკვე დასაწყისიდანვე. მაგრამ საკაიფო ბევრი გროვდებიან მაინც. ყველა ჯერზე. 222 ისენი არიან, 230 ჩვენ და ეხა ეს მოგებული ბრძოლა არ წავაგდო. ბიჭო, აი ეს კატაპულტას ისენი არა გაქვთ, ეხლა აქ დავიჯერო, მაგის დედავატირე. აი ეს ქვებზე მაქვს საუბარი, როგორ და აი ამ ქვებით გავაძროვდი სახეს. სტილის ხესიმაღია რა მიაზეულო. მე გარბიანო უკვე. ერთ 20 კაცს მოკლავდი ახლა აქ პრობლემა. პრობლემას. შერა. შეძუკე. ოპა. ხალი დავიდეთ. ყველა არ გაიქცეთ ბიჭო ცოტა მაქილავთ. დანერდი მოკლედ გარბია. ხო, მოკლედ მოვიგეთ. დავგნებდა 7 კაცი, 400 კაცი მოუყალით, 178 დაუზიანეთ, 126 კაცი ჩვენ მოგვიყვდა, 225 რა გაიყო და 205 კაცი დაიჭრა. 109 კაცი დარჩა კიდე ამა თუ კიდევ იმე დაგვესხა თავს. ხო, მოკლედ არ ვიცი, ახლა ტროპები გავუშვათ, უცბად. ეგ არის. პრისონერები ავიყვანოთ უეჭველი ხალხი. გავაძლიეროთ. აი ასე. ლუთიც ავიღოთ. ხო, აი თუ მინდა რომ ეს ქალაქი შევინარჩუნო, მაშინ არ უნდა გადავწვა, არც შეგნით ყოფი მტრის ხალხი არ უნდა მოკლა. შოუმერსის დავაწვეთ და ეგ არის. რაზეհი ჩვენია, ესეც ყველაფრის მიუხედავად პირველი ციხესიმაგრე არის ჩვენი. ეხა წესით, ხო, აი პლუს 5.26 გვაქვს ინფლუენსი დღეში. ან მაგრაოდენობით გვიმატებს. აქ ვინ არის? აი ესენი არ გვინდა ჩვენ გარნიზონში რა ხდება საერთოდ. მოდი ცოტა ავიყვანოთ. კაი, 819 კაცი დაგვრჩა. ჩვენ გავგვიძლიერდა აი ეს მინდა crossbow skill-ი და ეხა მოდი ვსდიოთ ამათ. იმედია რავი ალყას არ შემოარტყავე. აქ რა ხდება? აქ ყველაფერი რიგზია, ჯერჯერობით არ გავხსდია. ჩვენი კლანტია ირაშვება 2492-ზე ვარ და 6150-ზე უნდა ავწიოთ. ცოტა რთული ამბავია. ოპა 400 კაცი, მოდი სალამ ცოტანი არიან დავეციოთ. სალამ ცოტანი არიან უნდა დავეციოთ ეხლა. 500-ნი. მოდით აქ. ო ვიდი ბიჭო ეგ არის. მოდი ჯერ არ ნებდებიან. ოკეი. ჩვენი
მორიგი ბრძოლა ასე რაის ჯარისკაცებთან 975 კაცი 542 კაცის წინააღმდეგ. აქ ტრუპებს არ გაუშვებ ახლა ეგრევე ვიბრძოლებე და მოდი ტრადიციულად ჩვენს უპირატესობაზე გავამახვილოთ ყურადღება. ბიჭო ეს კამერა ზოგჯერ აებს აკეთებს. აი ესე იყოს. უპირატესობა რა გვაქვს? არაფერი. უბრალოდ გაშლილ ველზე უნდა ვიბრძოლოთ. აი. ეხლა მოდი არჩევებს მე აქ დავაყენებ. აი, ასე და გავშლი მე არ მარჩერებს. ცხენოსან არჩევებს. ცოტა მაღლა კამერა. აი, ასე გავშლი. ამათაც ასე. ესენი გავშალოთ. ბიჭო, რამდენი არიან ჩემი? აი, ასე დავაყენოთ. და ჩვენი კავალერია იდგეს მოდი არჩერების უკან. და ესენიც გავშალოთ ტრადიციულად. აი ასე. 385 კაცი 215 კაცის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში. ეს ჩვენი იდეალური არმია. ხო, მოკლედ, აი აქ რომ მოვლე, ახლა იქ სოფელში არ დავიწყებ ბრძოლა, სისულელი არის. ასე გასაშლილ ველზე ყოველთვის ჯობია ხოლმე რომ ებრძოლო შენს მოწინააღმდეგეს. აი დაახლოებით აი აქ როცა მოვლენ. აი როგორც ჩანს ისინი არ გადმოვიდნენ შეტევაზე. ჩვენ გადავედით სამაგიეროდ შეტევაზე. ესენი თავიანთ პოზიციებს იხენებენ, აქ სოფელში უნდათ როგორც ჩანს ბრძოლა. ეგ არაფერი. ყველა შეტევაზე გავუშვი ინფენტრის და არჩერების გარდა. მეგონი მაგათი ბრძოლა საჭირო არც იქნება, ჩვენი კავალერია მარტო და ბოლოს არჩერები. ჩემის ჩათვლით მიხედავენ. არასწორებს. მოკლედ ეს ეპიზოდი დაიწყო ისე რომ ვამწარებთ ამას რაის არმიას. სისხლს უშურო ხობთ რა. აი ჩემი. აუ, სად ჯანდაბაში არიან ბიჭო. აი შემოგვიყვი. სიცოცხლის ბოლომდე ავსებაც ვერ მოვასწარე, ეგრევე 300 კაციანი რაზმი გაიჩიტა და ეგრევე უკან გავყევი. სალამ 2000-ი გახდებოდნენ. ეხლა დავასუსტებ და სალამანდახმა ძალები მოიგრიბა, ნუ შეიძლება კიდევ ერთი ტერიტორია ავიღოთ, ან საერთოდ ძალის დავდოთ და აღებული ტერიტორიები ჩვენ დავჭეს. აუ, თავის ხელიანა დავბრუნდე დედას გეცი. აუ, რა ხელა რა მეკიჭერია, შეჩემა ხელში. საიდან მარტავს ტიპი და ხაშულიდან მარტავს. ხო, კაი, ახლა უნდა გავიდე აქეთ და ცოტა უკნიდან ვითამაშო. ორე ესენი უეჭველი ესე დაბრუნდა. მოდი 1-2 მოვკლათ. ვიხმაროთ. პრინციპში სალამე ვთქვი კი დახოცეს. ნიცე ხაშული. კი არა დავშვიდი. ხომალადეც. როცა ვისურვე მაშინ გამოწია თქვი. ამით მოდი ახლა. Everyone! ყველა შეტევაზე გავუშვი, ისინი ძალიან შორს დავტოვე. რაღაცაში მაინც ავადგებია. ეგ არის. აუ არაფთ ხო? როგორც ყოველთვის დამბრიდეს ამ ბრძოლაში და ეს იმანაც განაპირობა რომ ბოლომდე ვერ მოვასწარი.
დაჰილვა. ყველა გავუშვი შეტევაზე, ეს ჩვენი ინფედრი და არჩერებით გადმოვიდრე. და ეხლა უცბად 39 კაცი მოგვიკვდა ჩვენ უკვე 40 და 121 იმად. ეგ არის 5 კაცი დაგვდებდა, ნუ ესე ის დანებდებიან ეხლა. მოდი გავუშვათ ესენი. ერთი ტრუპი ავიყვანოთ, პრისონერები ავიყვანოთ, არმია გავაძლიეროთ, უეჭველი. ხოლო და ხოლოდ 4 კაცი მოგვიკვდა, ერთი ავიყვანეთ. ლუთიც ავიღოთ უეჭველი. აი 916 კაცი გვყავს. ეხლა კიდე გამოჯამრთელდებიან და დაბრუნდებიან დიდი ალბათობით. ჩვენ არავის გამოძახება აღარ შეგვიძლია. ოკეი, ეხლა ჩემი მიზანი არის რომ წავიდე და აი ბარემ ეს საჰელის ციხესიმაგრეც ავიღო. აი ეს კრიფოს არმიას, ეს არასწორი იქნება, მოდი ბარემ ეს დავიჭირო და ტრუპები დავამარცხოთ. სალამამანად შექმნა 9 მილიონზე მეტი არმია. მიდი რა დაესხი ეხლა შენ 34 კაცი რო დარბიხარ მარტო. ეს აით მოდის. კაბალისკენ მოდის. მიდი ბიჭო დაესხი თავს. აი ამან დაესხი, ეგ არისო. ესეც მორიგი არმია გავშლიდეთ 300 კაციანი. აი ასე ავიყვანოთ ეს ერთი. მოდი აღარ გვინდა კავროჩი ეს ლუთი. ექსპერიენსი მოგვემატება. ოკეი, კაი, ეს ჯარს კრიფავს. მე მგონი, ჩვენ წავიდეთ ახლა და მოდი ეს ციხესიმაგრე ავიღოთ. საკაიფო შემოვიდით ასე თუ ისე. ასე რა ის ტერიტორიაზე. აი სულ მე შეიძლება ეს ხუზაიტებში და ხუზაიტებს ვეძახი ხოლმე. აი ეს ბუარი თუ ხუბიარიც რო ავიღოთ. მე მგონი იდეალური იქნება. აქ რამდენი კაცი დგას? 456. მოდი ცოტა მოვუმატოთ ახლა ეს. აი ასე ეს შმაგის მანქანები შევქმნათ. გავაშენოთ ესენი. 8 დღის საჭმელი აქვთ. ჩვეულებრივად შეიძლება ეს ციხესიმაგრე ავიღოთ ისე, რომ შიფშილი დავხოცოთ უყველა. აი ასე, არმია გავაძლიერეთ საკაიფოდ. შვენიერი. ოკეი, დაახლოებით 7 დღის საჭმელი დარჩათ ამ არასწორებს. ნუ ვაფშე ხა ტრუპებით რო გავუშვა უფრო უკეთესია, მაგრამ ბევრი დაგვიხოცება ბიჭო. კაი, მოდი ტრუპებით გავუშვათ მაგეთ. რამდენი? აი ხო თქვი რა, იმედია ჩვენი პარტიდან, არავინ, ჩვენი პარტიდან 17 მოკვდა. მე მგონი იმათ უფრო დაიხოცათ ვიდრე ჩვენ. 406 კაცი დაგვიხოცა, 558 დაშავდა, 252 ამათ დაიხოცა და 205 დაშავდა. პრისონერები კიდე ავიყვანოთ. თუ რამეა გავყიდით მერე, მოდი ეს რუთიც დაუტოვოთ ეხლა ამათ. ეს ციხესიმაგრე ჩვენია და რა მოხდა? ჩვენი ერთ-ერთი კლანის წევრი მოკვდა. აი აქ ფარტიში რო გავუშვით, არმიები რო შევაკლებინე და რომელი იყო აზე არა. აი მოდი. ჩემმა ძმამ ჩაანაცვლოს. ეგ არის. ეს ციხესიმაგრეც ავიღეთ. ეხლა ჩვენ გვყავს 463 კაცი არმიაში. ხო, ჩვენ საკაიფოდ დავსუსტით. მე მგონი ეხლა რომ დავშალოთ საერთოდ არმია და ბარემ ესენი ზავსაც დადებენ ცოტა ხანში. აი 92%-ზე აქვთ. აი აგერ 92%-ზე აქვთ და დიდი ალბათობით ზავს დადებენ ეხლა ესენი. რამდენი ხართ აბა? 700. შვენიერი ამათ ეხლა სახეს გავაძრობთ. 1285 კაცი 727 კაცის წინააღმდეგ. აი ტრუპები გავუშვათ უცბად. 128 კაცი მოგვიკვდა მარტო, პრისონერები ავიყვანოთ. ოპა, მოდი ახალი კომპანიონი ავიყვანოთ. არ მაინტერესებს რა გინდა, ვინ გინდა, როგორი გინდა. ეგ არის.
გარნიზონში დავამატებ ახლა მე ცოტა ხალხს 233 ყავ საკმარისია 270-ზე გარნიზონში დავამატოთ არმია და მოდი ახლა ჩვენ ვაფშე დავშალოთ ეს არმია დიდი ალბათობით ზავს დადებენ ხო ეს ასე რო ადის ზავს დებენ ხოლმე და რავი ცოტა ხანი ხო აი როგორ თქვით ასე რა ის და ზავი დავდეთ ახლა ჩვენი არმია დავშალოთ და წავიდეთ ნენელა ტყილა ყოფნას უიაროთ ესე სოფელ და დავარეკრუტოთ ხალხი მოკლედ უცებ რომ შევაჯამოთ ახლა დღევანდელი ეპიზოდი შევკრივეთ არმია ცოტა ინფლუენსი დავხარჯეთ ეს თამნუჰის ციხესიმაგრე ალყისგან გავათავისუფლეთ დავიბრუნეთ კი არა და უბრალოდ დავიფყარით ასე რა ის ერთ-ერთი ქალაქი რაზიჰი რომელიც შემდგომ ჩვენს მართლობაში გადმოვიდა და ეს საჰელის ციხესიმაგრე ეს რაზიჰი კიდე ალყა შემოარტყეს და კიდე თავიდან მოხსენით ალყა ამ რაზიჰს მოკლედ მე მგონი საინტერესო და ძალიან კარგი ეპიზოდი გამოვიდა თუ მოგეწონა დღევანდელი ვიდეო დაალაიქეთ გამოიწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და დროებით